ექიმები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების ოჯახების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ. ისინი სახელმწიფოს მოუწოდებენ შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო და სამართლიანი პოლიტიკა და პაციენტების საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. ამ დროისთვის განცხადებას 230-ზე მეტი медმუშაკი აწერს ხელს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც ადრეულ ასაკში კუნთების განვლევას, ეტლზე მიჯაჭვულობასა და საბოლოოდ ფატალურ შედეგს იწვევს. საინიციატივო ჯგუფის ცნობით, საქართველოში ამ დიაგნოზით 100-მდე ბავშვია რეგისტრირებული. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, რომ სახელმწიფომ შეიძინოს და დააფინანსოს თანამედროვე მედიკამენტები, რომლებიც სხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენება და ბავშვების მდგომარეობის გაუარესებას ანელებს. ჩვენ ექიმები გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოში იშვიათი დაავადებების, მათ შორის დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გამო. აღნიშნული დაავადება პროგრესირებადი და სიცოცხლის შემზღუდველია. მისი მართვა თანამედროვე მედიცინაში მოითხოვს დროულ დიაგნოსტიკას, მულტიდისციპლინურ მეთვალყურეობასა და შესაბამის მკურნალობაზე ხელმისაწვდომობას. დღეს საქართველოში პაციენტები და მათი ოჯახები ხშირად რჩებიან სისტემური მხარდაჭერის გარეშე და იძულებულნი არიან სიცოცხლისთვის აუცილებელი მედიკამენტებისა და სერვისების მოთხოვნით ქუჩაში იბრძოლონ, რაც წარმოადგენს არამხოლოდ ჯანდაცვის არამედ ჰუმანურ და მორალურ პრობლემას. პაციენტებს და მათ ოჯახებს ვუცხადებთ სოლიდარობას და მოუწოდებთ სახელმწიფოს უზრუნველყოს პაციენტებთან და მათ ოჯახებთან ღირსეული და ეფექტური კომუნიკაცია. შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო და სამართლიანი პოლიტიკა და დროულად მოახდინოს ადეკვატური რეაგირება პაციენტების საჭიროებებზე, რათა არც ერთი ბავშვი და ოჯახი არ დარჩეს მარტო სიცოცხლისთვის ბრძოლაში. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები შესაბამისი მედიკამენტების მოთხოვნით წელიწად-ნახევარზე მეტია იბრძვიან, თუმცა უშედეგოდ. ამავე მიზეზით მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან უკვე 24 ღამე გაათიეს.